როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ის შეზღუდვები, რომელიც ივანიშვილის პარტიამ ტელევიზიებს დაუწესა და მედია საშუალებებს დაუწესა. ახლა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ონლაინ მედიებიც უნდა გააკონტროლოს და უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რომელსაც ონლაინ მედიებიც დაექვემდებარებიან. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზიებისგან განსხვავებით ონლაინ მედიები არანაირ კავშირში არ იყვნენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან და ახლა საინტერესო არის როგორ აპირებს ქართული ოცნება, რომ კონკრეტულ რეგულაციებს დაუქვემდებარონ ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლების არანაირი სტანდარტის განსაზღვრაში კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქამდე არ ერეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მიდგომა იქნება ონლაინ მედიის მისამართით იგივე, როგორც ტელევიზიების შემთხვევაში თავდაპირველად იქნება გაფრთხილება, გაფრთხილების შემდეგ იქნება დაჯარიმება და ამის შემდეგ შესაძლებელი არის, რომ საერთოდ გადაწყდეს, რომ ესა თუ ის ონლაინ მედია დაიხუროს. დღეს ქართულ ოცნებას ვკითხეთ, რომელი კონკრეტული ონლაინ მედია არღვევს რაიმე სტანდარტს და ასევე რომ ეთქვათ მათ რა კონკრეტული სტანდარტი დაარღვია ამა თუ იმ ინტერნეტ მედიას საშუალებამ, თუმცა ამ ყველაფერზე ქართულ ოცნებას ზოგადი პასუხი აქვს, თუმცა აცხადებენ, რომ აუცილებელი არის, რომ ამ ქვეყანაში ყველანაირი მედია საშუალება გაკონტროლდეს. ბატონო ირაკლი, გამარჯობა. შეგიძლიათ გითხრათ, ონლაინ მედია რა ეთიკურ სტანდარტებს არღვევს და რომელი ონლაინ მედიები არიან ესენი? რა გამონებს იმდენი ხართ? ონლაინ მედიაზე გეკითხებით, ბატონო ირაკლი. მათ შორის რომელი ონლაინ მედია არღვევს სტანდარტებს და რა სტანდარტებს? ბატონო ირაკლი, შეგიძლიათ გითხრათ? რომელი ონლაინ მედია არღვევს სტანდარტებს, შეგიძლიათ გითხრათ და რა სტანდარტებს არღვევს ეს? ბევრი სამართლიანობა რა თორია და ტყუილის გავრცელება, ცრუ ინფორმაციები. რამდენიც გინდათ, სამთავროში მოიძიეთ რამდენი იქნება, ბევრს ნახავთ. ინფორმაცია დამისახებთ, ბატონო ირაკლი. ტელევიზიების შემდეგ ონლაინ მედიაზე გადაწყვიტეთ, რომ რეგულაციების ქვეშ უნდა მოექცეს ონლაინ მედია. აი, რატომ გახდა საჭირო, შეგიძლიათ გითხრათ, რა პრობლემაა დაინახეთ ასეთი, რომ ონლაინ მედიას უნდა დაჯარიმდეს, აიხუროს? სიმართლე უნდა გამოვლინდეს ეგ არის. შეგიძლიათ გითხრათ, რა სტანდარტებს არღვევს ონლაინ მედია, რომ გადაწყვიტოთ, რომ ონლაინ მედიაც უნდა დარეგულირდეს? ბრიტანული კანონმდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება მხოლოდ ისეთი, როგორც არის ბრიტანეთში და მნიშვნელოვანია დამეჯერება. რომელი ონლაინ მედია არღვევს სტანდარტებს? ბატონო გიორგი. როგორც ჩანს, ქართული ოცნება აპირებს, რომ გააკონტროლოს ამ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი და ამ თვალსაზრისით, რაც მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, რეპრესიული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტში არ მთავრდება. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როდესაც მაუწყებლის კანონში ცვლილებები შეჰქონდა ქართულ ოცნებას, ხალხის ძალის დეპუტატი სოზორ ცუბარი გამოვიდა ინიციატივით, რომ სოციალური ქსელები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე და აუცილებელი იყო სწორედ სოციალური ქსელების და ონლაინ მედიების გაკონტროლება. ეს ინიციატივაზე დადებითი პასუხი იმთავითვე მიიღო სოზარ სუბარმა არჩილ გორდულაძისგან და დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ სწორედ ონლაინ მედიებიც იქნებიან გაკონტროლებული ქართული ოცნების და მარეგულირებელი კომისიის მიერ და იმ შემთხვევაში თუ კი ისინი კონკრეტულ ქმედებებს არ განახორციელებენ, მაშინ თავდაპირველად დაჯარიმდებიან და ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლებელია ონლაინ მედიების საერთოდ გავქმდეს. დღევანდელი ინიციატივა სხვა ინიციატივებთან ერთად არის ჩვეულებრივი რუსული კანონმდებლობის და შემდგომ პრაქტიკის დამკვიდრების მცდელობა. აღნიშნულ კანონმდებლობას ევროპულთან არანაირი შეხება არ აქვს. აღნიშნულ ინიციატივას საერთოდ არ ჩნდება ბოლო პერიოდის ცვლილებები არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ინიციატივებთან. ესა უბრალოდ რეჟიმის მცდელობა გააკონტროლოს ყველა დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება, ეს ტელევიზია იქნება თუ ონლაინ საშუალება. ეს კონტროლი კი არ გულისხმობს, რომ ჯანსაღი დისკუსიის დავის შემთხვევაში, პროფესიული ეთიკის არ შემთხვევაში რომ იმსჯელონ. არა, ეს არის სადამსჯელო მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ემსახურება, რომ მოსახლეობამ ვერ გაიგოს რა ხდება ქვეყანაში. ქართული ოცნება უკვე მედიასთან დაკავშირებით საკუთარ კანონპროექტში ახალ ცვლილებებს ამატებს და დღეს გახდა ცნობილი, რომ ონლაინ მედიაც იქნება მოაზრებული იმ ახალ შეზღუდვებში და კონტროლში, რომელსაც ქართული ოცნება აპირებს, რომ დაუწესოს ტელევიზიებს ამ ქვეყანაში და როგორც ჩანს უკვე ონლაინ მედიასაც მომდევნო მოსმენის საფუძველზე და მომდევნო მოსმენის დროს უფრო მეტად გახდება ცნობილი კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს ამა თუ იმ სტანდარტის დარღვევად ონლაინ მედიების მისამართით და უფრო მეტ სიტყვის ქართული ოცნება იმასთან დაკავშირებით, რატომ გახდა საჭირო, რომ ქვეყანაში კონკრეტული რეგულაციები დაუწესდეს ტელევიზიებთან ერთად, მათ შორის ონლაინ მედიასაც.